მაგას, 2-3 კნოპკის დაჭერა და კოსმოსური ინტერნეტის გათიშვა. ამას პლუს დაემატება ისიც, რომ უკრაინას ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები არ მიაწვდის კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს, ანუ რუსული სამხედრო ობიექტების, რუსული ჯარის განლაგების კოორდინატების გადაცემა არ მოხდება. თავისთავად ამის დამიზნება არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში ახლა თეორიაში ეს ყველაფერი შესაძლებელი არის იგივე ფრანგული სადაზვერვო აპარატის გამოყენებით, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გადაწყობა 1000 რაღაცა და უბრალოდ უკრაინელებს შეექმნათ კატასტროფული პრობლემა. კატასტროფული პრობლემა შეექმნათ და მე ამ კატასტროფულ პრობლემაში პირველ რიგში იმას ვხედავ, რომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, ვასალს გასაგებ ენაზე უთხრან, რომ ჩვენ აწი აღარ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს უკვე იმდენად შექმნილი მონსტრი არის, ეს უკრაინა და მისი მთავრობა, რომელიც უკვე ამერიკას არ ემორჩილება და ამიტომ მოითხოვეს ამერიკელებმა მიაგდეს ეს ყველაფერი იქამდე, სანამდე პრობლემები არ იქნება თვითონ საკუთარ მოსახლეობასთან. როგორი იქნება ზელენსკის ბედი, ეს კიდე ცალკე საკითხავი არის. დღეს სხვათა შორის ტრამპის განცხადება იყო, რომ ამ კაცს რო გითხო, ომი არ უნდაო, ამ ბიჭს ომი არ უნდაო, ასე იცის მიმართვა. მე ვიციო, რომ ისო მე ვიციო, რომ პროფესორად ზელენსკის ომი უნდაო, მე ვიციო, რომ შვიდობა უნდა რუსულ მხარესო და მე ვიციო, რომ შვიდობა უნდა უკრაინელ ხალხსო. და დანარჩენიო იძულებული გახდებაო, რომ ძალიან გაუჭირდებაო და რომ მოვიდესო აზრზეო და სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ მოვიდა უკვე აზრზე. ძალიან კარგათაც მოვიდა აზრზე და დღეს გამოვიდა და გამოაცხადა ვაჟბატონმა, რომ ჩვენო კაცო, ჩვენო აი რამოდენიმე დღეში ჩვენო რა თქმა უნდა მადლობელი ვართო ამერიკელებისო, ჩვენო მზათავართო ძლიერი დონალდ ტრამპის გუნდის ესე იგი დაქვემდებარებაშიო შვიდობისთვისო ვიბრძოლოთო და ყველანაირადო ჩვენ მადლობელი ვართ ჯაველინების მოწოდებაზეო, ყველაფერზეო მადლობელი ვართო და რასაც მოვაწერთო ხელსო, რაზეც იყო შეთანხმებაო ხელიო მოსაწერიო და ამას პლუსო გოგონო გარანტიებია უნდა მოგცენო უსაფრთხოებისო. ჩემო ძმაო, სტარლინგი რო არ არის გათიშული, სტარლინგი შეიძლება არ იყოს გათიშული სამოქალაქო დანიშნულებით და სამხედრო დანიშნულებით, რომელ აპარატებზეც არის მიწოდებული სტარლინგის ინტერნეტი, მაგათ გათიშვას არაფერი არ პრობლემა არ უდგას, ასე რომ თუ სამოქალაქო დანიშნულებით ვიღაცა სტარლინგს იყენებს, ეგ არ ნიშნავს, რომ თქვა და სამხედრო დანიშნულებით არ გათიშავენ ამ ყველაფერს რა. აფსი ბაბუ ახლა შენ ერთწუთი პროვოკატორებმა აფსით ახლა აქედან და გვაცალეთ თუ შეიძლება ნორმალურ ხარს ლაპარაკი თუ არა და შენაირებს მიუჩენ აგერ ადგილს პროვოკატორების თავი არა გვაქვს ნამდვილად იძიქი ახლა და იწმუტუნე. აი ასე ხდება საერთოდ, როდესაც შენ სხვისი მითითებით დაიწყებ ომს, სხვისი დავალებით დაიწყებ ომს და როდესაც სხვისი დავალებით დაწყებულ ომში მარცხდები, მით დაგაწყებია ომი და რა თქმა უნდა ახლა იმას ლაპარაკი, რომ ზელენსკი ახლა დაიწყებდა ომს, რომ ამერიკელებიდან არ ქონოდა მხარდაჭერა, ან ბრიტანელებიდან არ ქონოდა მხარდაჭერა, ან ევროპელებიდან არ ქონოდა მხარდაჭერა, ხო პირდაპირ თქვა, რომ ბორის ჯონსონმა გვითხრა, ამან გვითხრა, იმან გვითხრა. ახლა ნადგურდება ეს ქვეყანა, განადგურების პირასაა მისული, მაგრამ მას სამწუხაროდ დიდად არავინ არ იღებს. ახლა რაც შეეხება ევროპელებს. ევროპელებმა თქვენო ძალიან საინტერესო მომენტი არის ევროპელების მიმართებაში.